Justiția სამინისტრომ დღეს მოქალაქეებს უმასპინძლა, რომელთაც ეროვნულ არქივს საჩუქრად ისტორიული და კულტურული ღირებულების დოკუმენტები გადასცეს. სწორედ არქივისადმი ნაჩუქარი მრავალფეროვანი მასალით შეიქმნა პირადი ფონდები, ნაწილი კი ეროვნული საარქივო ფონდის კოლექციას დაემატა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო ეროვნული არქივის უნიკალური მასალა ნახეთ მერაბ კაპანაძისა და რევაზ ცირეკიძის რეპორტაჟში. ნოდარ ხიდაშელი ახლა იმ გამოგონებების ფოტომასალას უჩვენებს, რომელიც მის ბაბუას, მუსიკოს ვასილ თამარაშვილს ეკუთვნის. თამარაშვილის მიერ შექმნილი ხალხური საკრავებისა და ნოტების საბეჭდი მანქანის ფოტოები ეროვნულ არქივში მუსიკოს ვასილ თამარაშვილის პირად არქივში ინახება. მასალა არქივს ოჯახის არქივიდან გადაეცა. 30-იანი წლების დასასრულისათვის შეუქმნია პირველი აპარატი. ნოტის საბეჭდი მანქანის. ამ აპარატს კიდევ ჰქონდა ნოტის ბეჭდის თან ერთად 5 ენაზე ბეჭდავდა ტექსტურ ტექსტს. ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი უკვე დამუშავებულია, ფონდირებულია და მომავალი წლიდან ქართული მუსიკის ისტორიის მკვლევარებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ამ ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანის პირადი არქივით. ნოდარ ხიდაშელის მსგავსად ოჯახში დაცული მასალა ეროვნულ არქივს ნათელა კელაპტრიშვილმაც გადასცა. მუსიკოს ომარ კელაპტრიშვილის შემოქმედების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა ახლა ეროვნულ არქივში ინახება. ამ დისკებში შესულია ომარ კელაპტრიშვილის მთლიანი შემოქმედება, ანსამბლ რუსთავთან გატარებული წლები, მის მიერ შექმნილი ფოლკლორული ანსამბლი იავნანა, აგრეთვე მისი პირადი ჩანაწერები, დუდუკები, ეს ფირფიტები, რომელიც მის სიცოცხლეში გამოიცა. არქივმა 2010-დან 2012 წლამდე კერძო კოლექციების შემომწირველებს უმასპინძლა. საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა. ეროვნულმა არქივმა დღეს იუსტიციის მინისტრთან ერთად ბოლო 2 წელიც შეაჭამა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი უნიკალური დოკუმენტები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წყალობით ეროვნული არქივის ფონდს შემოემატა. ეს არის როგორც წერილობითი ხელნაწერი დოკუმენტები, აგრეთვე კინოფილმები და ძალიან საინტერესო ფოტომასალა. ამ ადამიანებს ჩვენ მივაგებთ პატივს და ისინი არიან მაგალითი სხვა ოჯახებისთვის, რომ ეროვნული არქივი იყოს რაც შეიძლება მდიდარი. ეროვნული არქივისთვის ნაჩუქარი დოკუმენტები საარქივო წესით დამუშავდა. იმის გამო, რომ ისინი შინაარსის მიხედვით მრავალფეროვანია, მასალის ნაწილისთვის პირადი ფონდი შეიქმნა. ნაწილი კი იმ კოლექციებს დაემატა, რომელიც ეროვნული არქივის ფონდებში ინახებოდა.